დღეს განვიხილოთ ყველასათვის საყვარელი თემა, მოდი ესე ვიტყოდი, ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თქვენგან საინტერესებს ხოლმე არსებული თემა და ხშირად მეუბნებით ხოლმე რომ ჩავწერო არსებულ თემაზე გაშლა სახელწოდებით ბუმერანგი. ბუმერანგი იმ ადამიანების მიმართ, ვინც არასამართლიანად მოგექცნენ, ვინც ცუდი გააკეთეს თქვენთვის. შესაბამისად მიიღეთ ინფორმაცია. ვარიანტების რაოდენობა იქნება ორი ვარიანტი, ორი ადამიანი, ორი სიტუაცია. თითო ვარიანტზე ჩაიფიქრებთ თითო სიტუაციას. რა ბუმერანგი უბრუნდება პირველ ვარიანტს? მოდი თითოზე ამოვიღოთ 3 კარტი. და მეორე ვარიანტი. ენერგობალანსირებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება, ჩემი არხის გამოწერა, ვისაც გამოწერილი არ აქვს და ასევე ვისაც პირადი კონსულტაცია გჭირდებათ ამ ან ნებისმიერ სხვა თემაზე, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე. პირველი, მეორე. შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანი. დავიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს რა ბუმერანგი უბრუნდებათ არსებულ სიტუაციაში თქვენთან მიმართება შერასამართლიანი ქმედებიდან გამომდინარე. პირველივე, რასაც მიჩვენებს, ეს პირდაპირ მნიშვნელობით არის მის გარშემო მუდმივად კონფლიქტური სიტუაციების შექმნა. მუდმივად განხილვისაგან შეიმყოფება ადამიანი, მუდმივად აქვს გარკვეული სახის ემოციური არასტაბილურობა, რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას ძილთან დაკავშირებული პრობლემებიც ჰქონდეს და ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემებშიც გადაეზადოს ეს ყველაფერი. პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ რეალურად იმაზე უფრო მეტად ცუდად შეიძლება იყოს, ვიდრე შეიძლება გარემო ფაქტორებიც ჩანდეს. ხო, საზოგადოებაში მაქსიმალურად თავი შეიძლება აჩვენოს, რომ კარგად არის, მაგრამ რეალურად პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ სულიერი ტანჯვის მდგომარეობაში არის, სულიერი ასე ვთქვათ, არასტაბილურობა აქვს, ხო, პირდაპირ მნიშვნელობით უენერგიობა, გამოფიტულობა. ფაქტობრივად თითქოს მისთვის მოიცალა ყველა სახის პრობლემების მდგომარეობა. ასევე შიდა სიტუაციებში, ოჯახურ თემებში შეიძლება პრობლემური თემა ჰქონდეს, ამ პირდაპირ მნიშვნელობის გარკვეული კატეგორიისთვის გადათამაშდება, რომ უძრავ-მოძრავი ქონების კუთხით რაღაცა პრობლემები შეექმნას ფინანსურად, ხო, რაღაც სახის სირთულეები შეეჭიროს, რაღაც სახის გაჭირვების თემები ჰქონდეს. ანუ რეალურად ეს ადამიანი იმაზე უფრო მეტად დაიტანჯება გარკვეული კუთხით, ვიდრე შეიძლება რომ შენ გინდოდეს, ან ვიდრე შეიძლება რომ შენ გეგონოს. ასე რომ საკმაოდ მწარედ უბრუნდება არსებულ ადამიანს ბუმერანგის ენერგიები, ესე ვიტყოდი. და მეორე ვარიანტი. რა სახის ბუმერანგი უბრუნდება არსებულ ადამიანს და პირველივე რაც ამამდეს, ეს არის სუშნას. ეს არის გარკვეული სახის ისეთი ენერგიები, მოდი დავარქვათ, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ამ ადამიანს ცოცხლად შეჭამენ, ცოცხლად მოსპობენ, მოდი ესე რომ ვთქვათ, ხო, ეს არის გარკვეული სახის რაღაცა ბნელი ენერგიები დავარქვათ, რომელიც ადამიანი გარკვეული კუთხით აკიდებულ პოზიციაში არის და როგორც დამსჯელობითი ხასიათი, ანუ თითქოს რაღაცა მომენტში შენი საგვარეულო მხრიდან მოხდა მის და მით დარტყმის მდგომარეობა, რაღაცა მომენტში თითქოს სჯიან შენი საგვარეულო ხაზი არსებულ ადამიანს, რაღაცა გარკვეული სახის ენერგიების გაგზავნა არის მასზე, რის საფუძველზეც ყველაზე უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ჭკუიდან გადავიდეს ეს ადამიანი. ანუ ფაქტობრივად ცოცხალად რო იჭმება ადამიანი ენერგეტიკულად, ესეთი ენერგიები ამოდის. პირდაპირ მნიშვნელობით მის ცხოვრებაში მუდმივად არის ცფიერი ადამიანები, მუდმივად არიან ადამიანები, რომლებიც პრობლემებს შეუქმნიან, მოატყუებენ ფინანსური თვალსაზრისით, მოატყუებენ საქმიანი თვალსაზრისით, სიტუაციების თვალსაზრისით. ანუ ფაქტობრივად მას პირდაპირ მნიშვნელობით უბრუნდება სასჯელი, როგორც პირდაპირ ჯანმრთელობის თემებზე დარტყმა, ჯანმრთელობის თემებზე პრობლემების შექმნა და პირდაპირ მნიშვნელობით ყველა თემების ჩაშლა, რაც კი ჩანაფიქრი ჰქონდა, რაც კი განახორციელება უნდა და პირდაპირ მნიშვნელობით ამ თემებზე აქვს პრობლემური თემები. ასე რომ ორივე შემთხვევაში საკმაოდ რთულად და მწარედ უბრუნდებათ და არის პროცესები ჩართული.